გამარჯობა, თქვენი პიცა მოვიტანე. პიცა? დიახ, თქვენი შეკვეთილი პიცა. მე არაფერი არ შემიკვეთავს? არა, კი როგორ არა, თქვენ შეუკვეთეთ პიცა და მოვიტანეთ. არა, არაფერი არ გამომიძახებია მართლა. არა, ნამდვილად თქვენ შეუკვეთეთ, უბრალოდ შეიძლება არ გახსოვთ თქვენ. იცით რა, რო გამომეძახა რამე, აუცილებლად მე მახსოვრებოდა. იცით, მე მგონი უხერხულია ახლა ესე რომ ვდგავართ და ამ თემაზე ვსაუბრობთ და რა ვიცი. ხო, შემობძანდით, დაბძანი. დიახ, მართლა. აი ხო ხედავთ, შეუკვეთეთ პიცა, მაგრამ არ გახსოვთ. ისიც დაგავიწყდათ, რომ შეიძლება შემოგეთავაზებინეთ და აქ შემოვსულიყავით, მაგრამ არა უშავს. ნუ მოკლედ, თქვენი პიცა როგორ გადაიხდით, ტერმინალით თუ ნაღდი ფულით? რას გადავიხდი? აი მე ისევ დაგავიწყდათ? რა გამოვიწყდა რა? აი ისიც დაგავიწყდათ, რაც დაგავიწყდათ. და ხშირად გემართებათ ესე საერთოდ? აი არასოდეს მსგავსი არაფერი არ მახსენდება. არ გახსენდებათ? აი ხედავთ. რას ვხედავ? აი რა, ვერ ხედავთ? ხო, მაგრამ იცით რა არის, მე ვფიქრობ, რომ მე მგონი მარტო მეხსიერებაში არ არის პრობლემა. მე მგონი ასაკშია პრობლემა. და თქვენი ასაკი თუ გახსოვთ? აი მე ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს და არაფერი არ შემიკვეთავს თქო გეუბნებით. გადაამოწმეთ აბა ისა შეკვეთა რა. არა, შეკვეთა არა, არანაირი შეკვეთა არ არის. აი ჩუბინაშვილის 41. მიჩვენებს აქ შეკვეთილი და ამხომაზე მოვედი სწორად, დიახ. მივხვდი რაშიც არის საქმე. ეს არ არის ჩუბინაშვილის 41. შეგეშალათ მისამართი? კარგით რა ხალხო, მართლა არ შეიძლება ესე რა. ხო, ნუ თქვენ რა გენაღლებათ ახლა, მაგრამ არა უშავს, ნუ რა ვქნა ახლა, შეუკვეთეთ სხვაგან კიდე კაი რომ მე შევხვდით ორე. სხვა იცი რას იზავდა ჩემს ადგილას, უფრო მე თანხას გადაგახდევნებდათ, მაგრამ არა უშავს, კიდე კაი რომ ჩემნაირი ადამიანი შევხვდათ. მოკლედ, აი თქვენი პეპერონი. აი მე არ შემიკვეთავს პეპერონი. კი ბატონო, როგორ გირჩევნიათ, ნაღდი თუ ჩაულებრივად რა? არ შემიკვეთავს პეპერონი. ვაიმე, მაპატიეთ რა. აი მაპატიეთ, მართლა ჩემი ბრალია. აი, კაი. ხო, არა, მართლა რატო დამემართა, ესი არ ვიცი. ნუ ხდება ხოლმე, არა უშავს. ხდება, მაგრამ არ უნდა დამართნოდა, იმიტომ რომ თქვენი იყო მარგარიტა. კი ბატონო, მარგარიტა. ერთი წუთით მომისმინეთ ახლა. ერთი წუთით მომისმინეთ, არც პეპერონი და არც მარგარიტა არ შემიკვეთავს. ხო და გადაამოწმეთ რა, იქნებ ვინმე ელოდება, ვინც შეუკვეთა. ხო, ელოდება. არ დამღა. კი, ელოდება და მე აქ ვდგავარ და თქვენთან ვკარგავ დროს. მართალი ხართ. რა გენაღლებათ, ესე შეუკვეთათ და მე არაფერი აღარ გახსოვთ. და მე უნდა გადავიხადო ფული. ჩემი მცირე ხელფასით. რა დამრჩება მე? შეიძლება პურის ვეღარ ვიყიდო ერთი თვე. სინათლეც გამითიშონ და ესე გავიყინო. მაინც გარეთ დავდივარ, დავწანწალებ ესე სიცივე ხელები მაქვს უმოყინული. არა უშავს გადავიხი. ანუ არ მანებებთ თავს, ხო? ვახ, კაი ჯანდაბას გადავიხდი. არ შემიკვეთავს, მაგრამ გადავიხდი. იხდის გოგო, არ შეუკვეთავს, მაგრამ გადაიხდის. ხო, რატო იხდის ხისას თუ არ შეგიკვეთავს? აი, ერთი წუთით. გებრიელა 257 ლარი ჩამომაჭრა. და ერთ პიცაში ცოტა ზედმეტი ხო არ არის? ვამი, მართალი ხართ, მაგრამ ისე ძალიან უცნაურ რაღაცას იძახით, იცი? 257 ლარში მეტი რა გინდათ? მე კი დამავიწყდა ახლა ამოღება, მაგრამ სუში, ფხლის ასორტი, მე შეუკვეთე ეს ყველაფერი? ოლივიე სალათი და ესეც თქვენი პიცა. მეტი რაღა გინდათ ამ თანხაში. ნახვამდის კარგად ზანდებოდეთ, გემრიელად მიირთვით. ეს გრჩებათ. ესეც ჩემი, კი ბატონო. მეტი არაფერი არ მრჩება, ნახვამდის კარგად იყავით. კარგად. ეს ვინ იყო? ჯამრთელია, ამდენი ფული რა გადამახდევინა. შევჭამო მაინც რა ვიცი, აბა. რას აკეთებთ ახლა? რა ვაკეთებ? ახლა არ გწხვენიათ მაგ პიცას რო ჭამთ? თქვენია ეგ პიცა რო ჭამთ? არა, გეკითხებით, თქვენიათ? კაი, მე შემეშალ, მაგრამ თქვენ ხო დარწმუნებული ხართ, რომ ეს პიცა თქვენ არ შეგიკვეთავთ? და სხვა ბავშვები ელოდებიან ამ პიცას. თავყენ. დედა არ ვიცი რა, ეს რა ხალხი ცხოვრობს, როგორ უყვართ ხვის ხალხზე ცხოვრება, სასწაული რა. პიცა. მეც მინდა. ნახვამდის. სულელი ხალი.